სინდისის პატიმრები ამას აფასებენ იმგვარად, რომ ის განცხადებები, რომლებიც კეთდება ზოგადად უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის და პირების მხრიდან, მათ შორის ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომელიც პირდაპირ ადანაშაულებს სინდისის პატიმრებს, მათ შორის ანდრეი ჭიჭინაძის კონკრეტულ მოქმედებებში და საუბრობს და აფასებს მტკიცებულებებს ისე, რომ თითქოს არსებობს იმ ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები და ის რომ პირდაპირ პოლიტიკური თანამდებობის პირები, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ითხოვენ, რომ ბოდიში მოიხადონ ან მოინანიონ სინდისის პატიმრებმა კონკრეტული მოქმედებები, რომლებიც მათ არ ჩაუდენიათ რეალურად. ეს მიმანიშნებელია იმის, რომ შემდგომი გაგრძელება იქნება ის, რაც ჰქონდა პოლიტიკოსების ამბავს, ან ის, რაც ჰქონდა თუნდაც მზეამბაღობელის ამბავს. ასევე მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ასე პირდაპირ მოწოდება არ ყოფილა ამ საკითხთან დაკავშირებით, სინდისის პატიმრებს აქვთ კომუნიკაცია ქართულ პიროვნებებთან, მათ შორის იმ პირებთან, რომლებიც დაახლოებულები არიან მეტად ქართულ ოცნებასთან, ვინმე სხვა პიროვნებები, რომლებსაც განსხვავებული ხედვები აქვს დღევანდელ რეალობასთან. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ვიღაცები ფიქრობდნენ ამის კეთილის მსურველები არსებობენ, ანუ ასეთი საკითხის მრჩევლებს რა გამოლევს და ასეთი თემები, ანუ არის აქტუალური ნაწილში. უფრო მეტად ეს იყო ბიჭების მხრიდან, სინდისის პატიმრების მხრიდან ცალსახა პოზიციის გამოხატვა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ისინი არ ინანიებენ არც ერთ მოქმედებას, იმიტომ რომ მათ არაფერი სჭირთ იმისა, რომ რამე დანაშაული აღიარონ, რაიმე მოინანიონ, ვინმეს წინაშე ბოდიში მოიხადონ, ან თუნდაც ვინმეს მიმართონ შეწყალებით იმ პირობებში, როდესაც მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ და ეს დღევანდელ პროცესს დადასტურდა და მარტო დღევანდელი არ არის საჭირო, 7 თვეა უკვე ამას უყურებთ ჩვენ ისედაც. ჩვენ არ ვიცით, უბრალოდ დაახლოებით ვიცით რა განაჩენი შეიძლება იყოს კონკრეტული პატიმრების მიმართ, რომლებიც რეჟიმს ყავს დატყვევებული. თუმცა წინასწარ რთულია თქმა, რომელიმე მათგანის მიმართ იქნება თუ არა რაიმე უფრო მსუბუქი, ან რომელიმეს მიმართ რაიმე უფრო რთული, კი გასაგები იქ ნაწილი ორგანიზებაში ბრალდებული, ნაწილი მხოლოდ მონაწილეობაში, მაგრამ აი ამ თვალსაზრისით განხეთქილების რაღაცა მუხტის შეტანას ხომ არ შეეცდება კიდევ დამატებით რეჟიმი პროცესში, ვინაიდან ის ფაქტობრივად ამას დაუბრუნდებით ჩვენ აი დღევანდელ პროცესზეც ეს მოხდა. მარცხ ხდება პროცესებზე ყველა კომპონენტში. დაცვის მხარეს აქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები, დღეს საერთოდ ვერ დაასაბუთა ბრალდების მხარემ ვერც ერთი კომპონენტი, რაც შეიძლებოდა კავშირში იყოს ამ ჯგუფის ორგანიზებულ ხასიათთან, მათ ერთმანეთთან კავშირთან და ამას ამას დაუბრუნდებით, თუმცა მაინც მინდა ვიკითხვა ეს შიდა განხეთქილების შეტანა რეჟიმისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვინაიდან ეს გაუტეხელი 60-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ერთი ქალი, თუმცა არის კიდევ ხო ის გვავიწყდება ხოლმე ხშირად მასწავლებელი ბოდიში გამოვიწყდა ხშირად იმიტომ რომ სამწუხაროდ არ მიეცა საშუალება უკვე ამ პროცესების ნინო დათაშვილი და კიდევ ერთი არის იქ რუსეთის მოქალაქე ქალი, რომელიც მიჩნეულია ასევე პოლიტიკური მოტივირებული საქმის მსხვერპლად, ასე რომ ერთი ქალი არ არის, თუმცა მზეა მიიჩნევა ხოლმე ამ შემთხვევაში რაღაცა ერთგვარ სიმბოლოდ პროცესში, ამიტომ შემეშალა ბოდიშს უხდი დანარჩენებს. მოკლედ, შეიძლება თუ არა რეჟიმი თქვენი აზრით ამ თვალსაზრისით განხეთქილებას პროცესში, აი მონოლითურობის რამენაირად დარღვევას, ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ეს ერთობა რაც ამ ადამიანებმა ამდენი თვის განმავლობაში აჩვენეს, მართლაც არის სამაგალითო და თქვენ სწორად აღნიშნეთ ახლა აქ თუ ჩვენ ვსაუბრობთ მზიაზე, ეს არ ნიშნავს რომ მარტო მზიას ეხება ეს საკითხი, იმიტომ რომ მზია არის კრებითი სახელი მანდილოსნების, რომლებიც არიან ახლა რეჟიმის ტყვეები. ისევე როგორც როდესაც ვსაუბრობთ ანდროზე, ანდრო არ არის მხოლოდ ერთი ადამიანი, ანდრო დღეს გახდა როგორც სახე ამ ადამიანების, ასევე უსამართლობასა ბრძოლის ერთ-ერთი სიმბოლო. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ახლა რეჟიმმა ეს ადამიანები გატეხოს სხვანაირად, რადგან ციხემ, ამ თუნდაც აბსურდულმა ბრალდებამ, ან თუნდაც ამ პროცესებმა, რომლებიც რეალურად თეატრზე უარესიც კი არის, იმიტომ რომ მან ხვდები რომ ყველაფერი იმდენად დადგმულია, მაგრამ იმდენად უნიჭოდ არის დადგმული, რომ შედეგამდეც ვერ მიდის ეს, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ამის უკან არის ძალიან დიდი უსამართლობა. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი რაც შეიძლება მოხდეს და არაფერი იქნება გასაკვირი ამაში, თუ შემდგომში წლებშიც იქნება სხვაობა. თუმცა ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ, ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე, ვის 4 წელი მოუწევს განაჩენის თანახმად ოფიციალურად ციხეში გამწესება, ვის 5 წელი ან ასე შემდგომ. ერთადერთი განაჩენი, რომელიც შეიძლება იყოს და გამოვიდეს სინდისის პატიმრების მიმართ და იყოს სამართლიანი, ეს არის გამომართლებელი განაჩენი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი დღეს იყო სინდისის პატიმრებზე 11 პირიან
ცენის პატრონების საქმეზე, მთავარი გამომძიებელი მოსული ადამიანი, რომელსაც იმაზე მეტ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი, ვიდრე ამას აკეთებდნენ სხვა მოწმეები. რეალურად ეს ადამიანი პირდაპირ ამბობს, რომ დღესაც, როდესაც უკვე მერვე თვე იწყება რამდენიმე დღეში, როდესაც ინდისის პატრონები არიან პატიმრობაში. არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც მინიმუმ კავშირს დაადგენს არათუ ორგანიზატორებთან ამ ბიჭებს, არამედ თავად ბრალდებულებს შორის კომუნიკაცია დადასტურდება ამით. ერთადერთი რაზედაც ჩამოკიდებული არის დღეს ბრალდება, ეს არის მობილური ტელეფონები და შეგვიძლია არსებული მიმოწერა, რომელიც 8 თვის თავზე ჯერჯერობით არ მოუტანიან პროკურატურას, რადგან კარგად იციან თავადაც, რომ როდესაც ექსპერტიზა დასრულდება, იქ მხოლოდ ერთი რამ დაიწერება, რომ არ დგინდება კავშირი ამ პიროვნებებს შორის. ესე იგი, დღეს ვისაც არ მოусმენია გახმოვანებული სტენოგრამა, რა კითხვა-პასუხი იყო მთავარ მოწმეს ერთ-ერთ არსენ ხუნაშვილს, რომელიც არის გამომძიებელი, თავარი გამომძიებელი. მოყვანილი ყავს პროკურატურას როგორც მოწმე, ამიტომ ქვია მას მოწმე ხუნაშვილი, ეს არის გამომძიებელი ხუნაშვილი, მას ეკითხებით ადვოკატები. გაქვთ თუ არა შესწავლილი სატელეფონო მიმოწერა, ზარები ერთმანეთთან? ხაზები ამოღებული. არა პასუხობ. ანუ გამომძიებელმა იმუშავა ორგანიზებულობის საკითხზე და ამ ორგანიზატორებს თუ ჯგუფის წევრებს შორის რა კავშირი იყო ტელეფონებით, ამის დადგენაც კი არ უცდია. დადგენას სადეს იმხრივო გააგზავნეს ექსპერტიზაზე 7 თვის წინ ეს მობილური ტელეფონები. და პარალელისთვის მე მინდა გავალო ასევე ასეთი რამ, რომ ექსპერტიზებზე, როდესაც აბიტოსკოპიური ექსპერტიზები ჩაატარეს, ანუ ბიჭები რომ ამოეცნოთ სახეზე, ზუსტად 3 და 4 საათში მოვიდა ექსპერტიზის პასუხები, როდესაც მობილური ტელეფონთან დაკავშირებით 7 თვე უკვე პასუხი არ მოსულა და მეტიც დღეს გამომძიებელმა პირდაპირ თქვა, რომ არც ერთხელ არ მიცდი არათუ სატელეფონო კომუნიკაცია, ოფიციალური წელის მიწედაც კი, რომ დააჩქარეთ პროცედურები, რადგან ჩემთვის და ჩემი საქმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება არის. რაც ცალსახად კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბრალდებას თავიდანვე არ ჰქონდა ინტერესი მობილური ტელეფონების მიმართ, თავიდანვე იცოდა, რომ არც ერთი ინდისის პატიმარი, არც ერთი ინდისის პატიმარს არ იცნობდა, მათ შორის არანაირი კავშირი არ იქნებოდა Facebook-ზე, მეგობრებშიც კი არ ეყოლებოდათ მათ. ესეც კითხეთ ადვოკატებმა დღეს. ვკითხეთ, რომ როდესაც თუ დაათვალიერეთ ამ Facebook გვერდები, ასევე ვკითხეთ, რომ ანდრო ჭიჭინაძე არის საჯარო პიროვნება, ადამიანი, რომელიც გადაჭედილ რუსთაველზე იმყოფებოდა და მასთან არაერთი ინტერვიუ ჩაუწერია, მათ შორის ფორმულა ჟურნალისტებსაც, მათ შორის მთავარი არხის პირველი არხის ასე შემდგომ და რომელიმე ინტერვიუ ჩადეთ საქმეში, სადაც ეს ადამიანი მუდმივად ხალხს მეუწოდებს მშვიდობიან პროტესტზე. ყოველთვის საუბრობდა, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი მშვიდობიანი ფორმით. ეს რატომ არდებს საქმეში და ახლა ადამიანს თქვენ აბრალებთ ძალადობას და იმას, რომ თითქოს ძალადობრივ მოქმედებებს ჩადიოდა. ამაზე პასუხი იყო ის, რომ არ ჩათვალა გამოძიებამ საჭიროდ ამის ჩადება საქმეში. თორნიკე, ესე იგი, ეგრეთ წოდებული wording-ი ხო, ფრაზეოლოგია, როგორი იყო ამ მოწმე გამომძიებელის, რომ სავარაუდოდ შესაძლებელია, შესაძლოა დადგინდეს ტელეფონები. ანუ რაზე საუბრობს საერთოდ ბრალდების მხარე, თუ ეს ყველაფერი მისთვის არ არის დადგენილი და თუ მხოლოდ შესაძლებლობაზე და შესაბამისად აი ამ გამომძიებლის დაყრდნობით აქვს მას ბრალი წარდგენილი, ხო, ის რაც აქვს წარდგენილი. აი რამდენად გამართულია თქო ვერც ვიკითხავ, ძალიან რიტორიკული კითხვა იქნება, მაგრამ რამდენად არსებობს ასეთი кейსები, როდესაც არ არის ბოლომდე ექსპერტიზა დასრულებული, არ არის დადგენილი კონკრეტული ძალიან მნიშვნელოვანი რგოლების არსებობა საქმეში და იქ ბრალი არის და უკვე ფაქტობრივად ფინალი განაჩენი ახლოვდება კონკრეტულ საქმეს. როგორც წესი ბრალდება ხშირად ამბობს ხოლმე ფრაზაზე, ესე პროცესებზე მტკიცებით ფორმით კონკრეტულ ფრაზებს, მაგალითისთვის, აი მტკიცებულებებით დასტურდება ესა და ეს. რიგით პროცესებზე და არასიდისის პატიმრების პროცესებზე ამ პროცესზე ბრალდება ამასაც არ ამბობს და ვერ ამბობს, იმიტომ რომ იმდენად არაფერია საქმეში და იმდენად საერთოდ არც ერთი კრიტერიუმი არ არის, რაც ამ მუხლს 25 მუხლის მეორე ნაწილს ჭირდება. ბრალდება იმასაც ვერ ბედავს, რომ მტკიცებით ფორმით თქვას კონკრეტული რამ. თუნდაც მათ შორის 7 თვე ამოღებულია მობილური ტელეფონები. არც კი უთქვამს არც ერთ მოწმეს და არც ბრალდებას, რომ აი იქ ტელეფონში დასტურდება რამე, იმიტომ რომ იციან, რომ იქ ვერაფერი ვერ დასტურდება. ამიტომ იყენებენ ზუსტად იმ wordings, რომ შესაძლოა დასტურდეს. აი, როდესაც პასუხი მოვა ექსპერტიზეს, ოღონდ არ იციან, როდის მოვა, შეიძლება იყოს 9 თვის შემდგომ, როდესაც უკვე განაჩენი იქნება სახეზე. ასე შემთხვევაში უკვე რა აზრი აქვს რაღაც ექსპერტიზის დასკვნას, მაგრამ აი ეს პარალელი რო გავალოთ, მაშინაც კი როდესაც არ აქვს ბრალდებას კონკრეტული მტკიცებულების სხვა პროცესებზე, მაინც შეიძლება მან
გასაკეთებით ფორმით კონკრეტული გარემოებზე ისაუბროს, თუმცა ამ შემთხვევაში ბრალდება ამ საქმეში მაგასაც კი ერიდება, იმიტომ რომ იმდენად აბსურდებს საუბრობთ ჩვენ და იმ ჰიპოთეტურ რაღაცებზე, რომელსაც სამწუხაროდ უკვე მერვე თვეა განვიხილავთ. თქვენ რას უკავშირებთ იმ საკითხს, რომ ორი დამოუკიდებელი საქმე კიდევ სინდისის პატიმრების, რომლებიც წარმოებს მათი ადვოკატი მგონი თქვენ არ ხართ არც ერთი სახობაძე და გიგაური, ხო? მაშინ ცოცხლიძე არის ჩვენი კოლეგა. დიახ, ამ ორი პირის განაჩენი გადაიდო გაურკვეველი ვადით, იქ ბევრი სხვადასხვა ტიპის მოსაზრება, რატომ შეიძლებოდა დაეყოვნებინა მოსამართლეს ერთს ან მეორეს ამ განაჩენების გამოცხადება. თქვენ რა ვერსიას ემხრობით? ეს არის სანქციების ფაქტორის გათვალისწინებით, აქ რეჟიმი ყოყმანობს, აქ ივანიშვილი, რომელიც პირდაპირ დირექტივებს იძლევა ამ მსგავს სასამართლოებზე, ხომ? რა გადაწყვეტილებები უნდა გამოვიდეს, ფიქრობს, რომ იქ შესაძლოა შერჩევით რაღაცა რომ სასამართლო კლანი რაღაცნაირად სახეშენარჩუნებული გამოვიდეს რიგ საქმეებზე, გამართლონ შესაძლოა ბრალდებულები რიგ საქმეებზე უფრო მნიშვნელოვანი მათთვის ხალხი ციხეში დატოვონ. აი, რომელ ვერსიას ემხრობით, რატომ შეიძლება მთლიანად ცენტრალიზებულად, პოლიტიკურად მიმდინარე პროცესებზე უცებ მოსამართლე შეფერხდეს და მოსალოდნელი ბრალი ძალიან სწრაფად არ გამოაცხადოს. ბრალები, რომელიც წინასწარ არის დაწერილი, ჩვენ ეს ყველამ კარგად. მეტი შეიძლება მოსამართლე შეიცვალოს კიდეც, როგორც ამ შემთხვევაში ახობაძის შემთხვევაში მოხდა. გულწრფელად რო გითხრათ, მე ნაკლებად მჯერა, რომ რომელიმე ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ამის მთავარი განმაპირობებელი. რამდენიმე სხვა მიზეზი არის, თუნდაც რაც ჩამოთვალეთ თქვენ, რომელიც ერთიანობაში ქმნის ამ სურათს. მათ შორის ის, რომ საქმეებს ისევე როგორც სინდისის პატიმრების 11 პირიანზე და 8 პირიანზე საქმეს უჭირს, ასევე უჭირს მაგალითად გიორგი ახობაძის შემთხვევაშიც, ასევე უჭირს ალტონ გიგაურის შემთხვევაშიც, ამიტომ რაღაც მხრივ მაინც აი რაღაც ხომ უნდა დაწერო გადაწყვეტილება, შეიძლება აბსურდი იყოს, მაგრამ ხომ უნდა დაწერო. ამასაც სჭირდება რაღაც პერიოდი. რა თქმა უნდა, სანქციები ძალიან მუშაობს და სანქციები რო ძალიან მუშაობს, ჩვენ ნახეთ არა მოსამართლეების შემთხვევაში, არამედ პოლიტიკოსებთან. ასე უჭირდა პრინციპში იმ საქმეების განაჩენებსაც, რომელიც დადგა, ხომ, სინდისის პატიმრების შემთხვევაში. მაგრამ იქ არ ყოფილა შეფერხება. თითოეული შემდგომი განაჩენი არის კიდევ უფრო წნეხი, კიდევ უფრო გაზრდილი მუხტი და რეალურად მოსამართლეები ალბათ ხვდებიან იმასაც, რომ განაჩენის გამოცხადება არ იწყება და არ მთავრდება სასამართლოს თომის დარბაზებში, იმიტომ რომ რაც უფრო უსამართლობას ეჯახება ადამიანი, რაც უფრო მეტი არის ამავდროულად სინდისის პატიმრების რაოდენობა, რომლებიც უკანონოდ უსამართლოდ კიდევ უფრო დიდი ხნით გაუშვეს ციხეში, ეს თავის მხრივ დაკავშირებული არის გარე პროტესტთან. რა თქმა უნდა, არავის სურს, რომ გარე პროტესტი ისევ იმ ფორმით გააქტიურდეს, როგორც იყო მაგალითად 28 ნოემბერს, 29 ნოემბერს, დეკემბრის პირველ რიცხვებში. ეს ყველაფერი ამას გამოიწვევს. თუნდაც მზია ამაღლობელის გამომწყობელი განაჩენი თუ იქნება, ახობაძესთან შემთხვევა ასე ანალოგიურად ანატოლისთან, ამ ანალოგიურად 11 პირიან პროცესზე, ανალოგიურად 8 პირიან პროცესზე. მოკლედ ფრთხილად უდგება, თქვენ ფიქრობთ, მაინც არალეგიტიმური ხელისუფლება ამ განაჩენებს და შესაბამისად შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ყველა განაჩენი არ შეიძლება არ იყოს მაქსიმალური, აი 4 წელი 6 თვე, 4 წელი 6 თვე, 4 წელი 6 თვე ჩამოარიგეს ეს განაჩენი როგორც კოპირებული, ხო? რაც არ უნდა დაწერილი იყოს განაჩენი, დღევანდელ რეალობაში რეჟიმს ისე აქვს მდგომარეობა, რომ განაჩენის გამოცხადებას დროსაც კი შერჩევა სჭირდება სწორად იმისთვის, რომ ამას რეაგირება ისე მოყვეს, ან არ მოყვეს, როგორც რეჟიმს სურს, ან არ სურს. თუმცა ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ამ ადამიანებს 5 წელი ექნებათ მისჯილი 3, 10 თუ ასე შემდგომ ამ ადამიანებს არ მოუწევთ ამდენი ხანი ციხეში ყოფნა. ისინი მედგრად და იქნებიან ბევრად უკეთ გამოსულზე, ვიდრე იყვნენ ისინი, სანამ ციხეში შევიდოდნენ. დიდი მადლობა. თორნიკე მიგინეიშვილს